სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტში საზოგადოებრივი მოძრაობები, პროტესტში მონაწილე აქტივისტები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები და წინააღმდეგობის პლატფორმის წევრები გაერთიანდებიან. შეხვედრა გუშინ შედგა. ოპოზიციის ნაწილი საორგანიზაციო კომიტეტის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ კომიტეტი მნიშვნელოვან და საინტერესო დღეს დააორგანიზებს. ამასთან ერთად ოპოზიციაში ამბობენ, რომ აუცილებელია ხალხთან ერთად ყოფნა. მართლ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის გეგმები დესტრუქციას ემსახურება. 26 მაისი არის სახალხო დღესასწაული, სადაც ყველა ვიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირზე მე დარწმუნებული ვარ, ამ დღეს იქნება აურაცხელი რაოდენობის ადამიანი. თუ რეჟიმს გონია, რომ ყოველ საღამოს რახან 100,000 კაცი არ იკრიბება საპროტესტო აქციაზე, რაღაცა მინელდა და მიიწურა და აღარ არის, ესე ვთქვათ, საპროტესტო განწყობა და მუხტი საზოგადოებაში ძალიან ცდებიან. რა თქმა უნდა, ეს არის და 26 მაისს გამოჩნდება ზუსტად ეს. ძალიან კარგი კომიტეტია. ჩართულები ვარ თავიდან ბოლომდე. ძირითადად ბადრი ჯაფარიძეა ამ შეხვედრებში, ამ წინააღმდეგობის შტაბის და ფრონტის მონაწილე, მაგრამ რა თქმა უნდა, კოალიციის სახით ვარ წარმოდგენილი, ვემზადებით და ძალიან დიდი მსვლელობა იქნება, აქცია იქნება 26-ში და ჩვენს მეგობარ ამერიკელებსაც, რომლებმაც გუშინ წუხელ არაჩვეულებრივი აქტი მიიღეს, ყოველ შემთხვევაში კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ. დავენახებით, რომ ჩვენ ისე ვიბრძვით, ისე ვდგავართ და ხელები არ ჩამოგვიყრია. 26 მაისი ეს გახლავთ ესეთი სახალხოდ აღიარებული და ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი ამ დღეს. ვართ კოორდინაციაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან და სხვა პარტიებთან. ორი საკითხის ირგვლივ ეს არის პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ასევე ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის გზით საქართველოს ევროპული მომავლის გაცოცხლება. ამ ორი საკითხის ირგვლივ არსებობს კოორდინაცია. ჩვენ ვართ მიმდინარე პროცესში. არის შეხვედრები, რომლებსაც ვესწრებით, არის რომლებსაც არ ვესწრებით. ცოტა გაუგებარია ვადაგასულ პრეზიდენტს დაკავშირება 26 მაისის ღონისძიებებთან. თქვენიც 26 მაისის ღონისძიებები დაგეგმილია, ამას ჩაატარებს სახელმწიფო, ისევე ორგანიზებულად როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში როგორც ხდებოდა ეს წლების განმავლობაში. რა აქვს მიზანი სალომე ზურაბიშვილის ნამდვილად ვერ გეტყვით, ალბათ იგივე პერფორმანსი დაახლოებით რა 9 აპრილს იხილა ჩვენო ქვეყანა, კვლავ გაყოფილი საზოგადოება, გაღრმავება პოლარიზაციის და რაღაცა გაურკვეველი ღონისძიებები, რომელსაც მე არ ვიცი რა შეიძლება შედეგი მოყოს.